მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რამდენიმე ამოცანის განხილვას. ერთ-ერთი არის ეს მეცხრე. საკოორდინატო სიფრთხეზე დახაზულია ოთხკუთხედი. იპოვეთ ოთხკუთხედის წვეროების კოორდინატები. გვაქვს ესე იგი ნახაზი, ვხედავთ რომ თითო უჯრა არის ერთი ერთეული. პირველი წვეროს კოორდინატი რა იქნება? ეს იმყოფება მეორე მეოთხედში, ამიტომ x კოორდინატი აქვს უარყოფითი, y აქვს დადებითი, ანუ პირდაპირ კოორდინატებს დავწერთ -1 და 4 ერთეულიცევით არის ჩამოთვალება. -1, 4. ეს არის პირველი წერტილის კოორდინატები. ანუ იცით როგორ ხდება კოორდინატის პოვნა? ესე იგი, კონკრეტულ წერტილისგან ვუშვებთ მართობებს x ღერძზე და y ღერძზე. პირველი იწერება x კოორდინატი. ანუ მართობი დავუშვით, ჩამოვიდა 3-ში. ესე იგი x კოორდინატი 3-ია, მართობი დავუშვით, ჩამოვიდა 4-ში, y 4-ია. ანუ უკვე ორი წერტილის კოორდინატები ნაპოვნია. რადგან აქეთ მოვუყვებით საათის ისრის მიმართულებით, შემდეგი აი ეს არის. აქედან ჯერ x-ზე დავუშვათ მართობი, წარმოსახვითი 2, 3, 4, 5. ანუ x კოორდინატი არის 5, ახლა დავუშვათ y ღერძზე და ეს არის -4 თუ არ ვცდები. ცოტა გავადიდოთ. 1, 2, 3, 4. კი ბატონო, -4 არის ნამდვილად. ეხლა მეოთხე წერტილის კოორდინატები რომ დავწეროთ, უნდა დავვნახოთ რომელ მეოთხედში. ესე იგი ეს არის მესამე მეოთხედში, სადაც ორივე კოორდინატი არის უარყოფითი. -3 იქნება და -4. -3, -4. ანუ ამ ტრაპეციის 4-ვე კოორდინატი ვიპოვეთ. თუ დავალებაში თხოვენ და ნახას ვაკეთებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეული წერტილისთვის რაღაცა დასათაურება და სახელის დარქმევა, მაგალითად A წერტილი B, C, D და საერთოდ ესეთი თანმიმდევრობით ვარ ქონოთ ხოლმე, მაშინ A წერტილის კოორდინატი იქნებოდა ეს, B იქნებოდა ეს, C და D. აი ასე. ესე იგი A კითხვას ვუპასუხეთ მე-9-დან. ეხლა B ვნახოთ. ოთხკუთხედის გვერდების OX ღერძთან გადაკვეთის წერტილის კოორდინატები. ესე იგი, სად გადაკვეთა OX ღერძი? გადაკვეთა -2, 0-ში. რა თქმა უნდა, y კოორდინატი აუცილებლად 0 იქნება, იმიტომ რომ OX ღერძთან სხვანაირად ვერ გადაიკვეთება და მეორე წერტილია 4 თუ 5, 5 არის. 4-ია, ბოდიში. 2, 3, 4. 4, 0. აი B. ეხლა G. ოთხკუთხედის გვერდების OY ღერძთან გადაკვეთის წერტილის კოორდინატები. OY ღერძთან, ანუ ეს წერტილი და ეს წერტილი. ზემოთ რა თქმა უნდა 4 არის, ოღონდ 0 იქნება x-ი. 0, 4 და ქვემოთ არის -4. ანუ 0, -4. აი ეს არის მე-9 სავარჯიშოში, რასაც გთხოვდნენ. საერთოდ ამ თემას რო ხსნით ხოლმე, ესე ხაზავთ, ამ კოორდინატებს კარგად ვაჩვენებთ, გამოვკვეთავთ, ეხლა ცოტა ნაჩქარევად ვწერ ერთ-ერთი მოსწავლისთვის ამ ვიდეოს და არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ, თუ რაიმე გაუგებარია და უფრო კარგი ვიდეო გინდათ, დააკომენტარეთ და მე ჩავწერ უფრო დეტალურად. მადლობა ყურადღებისთვის.